ჩვენი შეხვედრები, რომელიც ამ განვლილ პერიოდში შედგა, მე ვიტყოდი, რომ იყო ძალიან ნაყოფიერი. ჩვენ ლექტორთან ერთად გავდიოდით ისეთ საკითხებს, როგორიც არის ანტიკური ფილოსოფიის ყველაზე მნიშვნელოვანი თემატიკა, დაწყებული პლატონიდან ნეოპლატონიზმამდე და ლექციები იყო როგორც ინფორმაციულად ძალიან დახვეწილი და ტევადი, ასევე ინტერაქციული გარემოდან გამომდინარე დამსწრეებს ძალიან უადვილდებოდათ სხვადასხვა საკითხზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, ლექტორთან უშუალოდ კითხვების დასმის ფორმატში, მათთვის საინტერესო და მათი პირადი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე საჭირო კითხვებზე პასუხების მიღება. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო იყო ეს ყოველივე და პირადად მეც გავუწევდი რეკომენდაციას ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ რაღაცა სამყაროს შესახებ სხვადასხვა კითხვები, არის ეს ეგზისტენციალური კითხვები თუ სულიერი კითხვები, ურჩევდი, რომ მსგავსი შეხვედრებზე, ესე ვთქვათ, დაესწროს და მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები. აღნიშნული ფილოსოფიის კურსი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ, რომ ისწავლონ რა არის აზროვნება აზროვნებაზე. იმიტომ რომ მთავარი რაც მე ამ კურსმა მასწავლე, ფილოსოფიის საფუძვლების კურსმა არის ეს არისტოტელეს იდეა. როგორ უნდა ვიაზროვნო აზროვნებას და როგორ უნდა ჩაწვდე იმ ერთ იდეას, რომელიც შენივე საწყისთან გაბრუნებს. და ჩემს სწორედ ეს არის მთავარი მიზანი ამ კურსის, რომ გასწავლოს როგორ უნდა იყოს ზეკაცი და როგორ უნდა მივახლო იმ ერთ საწყისს, რომელიც გაბრუნებს ისე საკუთარ თავში და გაბრუნებს და გაწყებინებს თვითშემეცნებას. სწორედ ამიტომ და ასე არის გამორჩეული ეს კურსი ჩემთვის. რაც შეეხება ფორმატს, თვითონ ლექციის ფორმატი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ გაქვს საშუალება, რომ ლექტორთან უშუალო კომუნიკაციით შენი კითხვები დააზუსტო და მაქსიმალური სარგებელი მიიღო ლექციიდან და მაქსიმალურად ბევრი წაიღო და ამიტომ ვფიქრობ ეს ფორმატიც ბევრის მიღების საშუალებას აძლევს მსმენელს.